თავარი პროკურორი კვლავ არის პროკურორი და ეს არის ადამიანი რომელმაც ეხლა დღეს შეიძლება დააკავოს მისმა ასე თქვათ პროკურატურამ ნებისმიერ ადამიანი თაღლითობაზე პირობითად და თაღლითობის მუხლით აღუძრას საქმე და სისხლისამართლებელი დევნა ახორციელოს და სახელმწიფო ბრალდებად გამოვიდეს მაშინ როდესაც თავად ჩაიდინა თაღლითობა თავისი საკუთარი ოჯახი გაასაღა სოციალურად დაუცველად და აქედან გამომდინარე შექმნა საფუძველი რომ მიიღო დაფინანსება თავისი საკუთარი ოჯახის წევრისთვის და ხალხს უზვამ არა სწავლის დაფინანსებაზე აქ საუბარია საცხოვრებელ ხარჯებზე ნაღდი ფულით ჩაურიცხეს ოჯახის წევრს თანხა იმ ოჯახის წევრს სანამ თანხა ჩაურიცხავდნენ რომელიც იყო მერის თანამშრომელი ბატონო ნიკა მოდით მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ გავხადოთ ანუ საქმე გვაქვს რასთან პროკურორის ოჯახი მერიაში გატარებული იქნა ამ სარეზერვო ისანის სამგორის რაიონული პროკურატურა როგორც სოციალურად დაუცველი ბატონმა ნარმანია გამოსცა ბრძანება პირადად ნარმანიამ უშუალოდ გამოსცა ბრძანება რაზეც ხელს აწევს თავად ნარმანია და ამ ბრძანებაში ნათქვამია რომ ქალბატონი გერგედავას საცხოვრებელი ხარჯები პარიზში საცხოვრებელი ხარჯები ხალხს უზრუნდა არა სწავლის ხარჯები სასწავლო ხარჯები უნდა დაფინანსდეს ვინაიდან იგი განეკუთვნება სოციალურად შეჭირებულ ოჯახთა კატეგორიას ანუ მას ძალიან უჭირსო მის ოჯახს ძალიან უჭირსო და შესაბამისად ნარმანიამ იმ მუხლიდან დააფინანსა საიდანაც ფინანსდებიან სოციალურ დაუცველები უსაკაროები და ასე შემდეგ კი აქ სხვა შორის მერიის განცხადებაში არის ასეთი რამ ნათქვამი 2015 წლიდან დღემდე თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სწავლა 111 მოქალაქეს დაუფინანსდა რაც შეეხება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე დაკმაყოფილდა 2553 განცხადება და მიუხედავად იმისა რომ აღნიშნულ შემთხვევაში რაიმე სახის სამართლებრივი გადაცდომა არ ფიქსირდება საკითხთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია მერიის შესაბამისი სამსახურები რის საფუძველზეც დაწყებულია მოკვლევა კერძოდ ჩდება კითხვა თუ რის საფუძველზე მიუთითა მერიის თანამშრომელმა ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ანუ მერია ამ განცხადებით რას ამბობს ბატონო ნიკა რომ ყველას ვიღაც რიგით ჩინოვნიკს მერიაში შეუძლია ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს ხალხის ბიუჯეტის ხარჯზე და ამას მოაწეროს ისე ნარმანიამ რომ საქმის კურსში არ იყოს ეს მკითხავთ გუშინდელი გვიანი მერის განცხადება უფრო ცინიკურია ვიდრე თავად ის ბრძანება რომელიც ნარმანიამ გამოსცა ანუ ეხა ეძებენ განთავების ვაც სადღაც ქვედა რგოლებში და უნდა ჯოხი გადაატეხოთ თითქოს ეხა ვინმე დაიჯერეს ამ საზოგადოებაში რომ ნარმანიამ არ იცოდა რა ბრძანებას აწერდა ხელს და არ იცოდა რომ ეს პროკურორი შვილი იყო რა თქმა უნდა მე მეტიც ვიცი რომ ბატონი ნარმანი და ბატონი გერგედავა ეს პროკურორი არიან მეგობრები და ეხა მარეგისტრირებულ ორგანოში მათი მეგობრობა არ არის დარეგისტრირებული რომ საბუთი წარმოვადგინო ნამდვილად ეს მეგობრები არიან მაგრამ მეტიც ამ ბატონი პროკურორის მეუღლეც მერიაში მუშაობს მისი ქალიშვილიც მერიაში მუშაობდა ანუ ეს არის ერთი დიდი ოჯახი ბჭყალებში და სწავლა დავაფინანსეთო ჯერ საკითხავია ვინ არის იმ 111 სტუდენტში მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ხალხს უზვამს სწავლის დაფინანსებაზე არ საუბრობთ ადამიანებო აქ საუბრობთ საცხოვრებელ ხარჯებზე მე დღეს თქვი და მართლაც ესია მაკდონალდსის ფული გაატანა ნარმანიამ პარიზში გერგედავას ოჯახის წევრს დაუფინანსა გზის ფული და უთხარო წადი შვილო შენ ახლა პარიზში და ეს 5400 ლარი გამოიყენე მაკდონალდში კოკა-კოლა დალიე და ჰამბურგერი შეჭამე აი ეს თანხა დააფინანსა და არასწავლის მე მინდა ვთქვა რომ ხმას არ ამოვიღებდი სულ 20000-ით დაეფინანსებია ნარმანიას აი ამ პროკურორის ოჯახის წევრი მაგრამ ეს დაფინანსება მიმართული იქნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე რა თქმა უნდა მე ხმაც არ ამოვიღებდი არავითარ შემთხვევაში მაგრამ ეს არის ცინიკური დაფინანსება სადაც იტყვილება ბატონი ნარმანია გერგედავასთან ერთად რომელიც ახორციელებს სისხლისამართლებელი დევნას და დღეს საღამოს ვიდრე ვსაუბრობთ ან ეხლა შეიძლება ადამიანს იჭერდეს და ასე თქვათ მე სამართლის აღსრულებით უნდა დაკავდეს აი ეს ადამიანი დღეს ნარმანიასთან ერთად ფიქრობს როგორ გამოძრეს ამ სიტუაციიდან ნაცვლად იმის რომ დაწეროს განცხადება და წამოვიდეს იმ პროკურატორიდან მაინც ხო ყველანი ხედავთ ხო ვატყობთ როგორ აგორდა მართლაც სამართლიანად ეს ტალღა იმდენად სამართლიანად აგორდა იმდენად რამდენადაც 150428 ოჯახს იანვრის მონაცემებით მოპოვებული აქვს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ანუ 150428 ოჯახი იანვრის მონაცემებით საჭმლის ფულსაც კი ვერ შოულობს და სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას
არის თუ არა ეს ბატონო ნიკა მარტო მე მხოლოდ მე მიდევს 120 განცხადება სტუდენტების სხვადასხვა სტუდენტების რომ და ამ განცხადებების საფუძველზე მე ვიმართე გამგეობებს და მერიას ისინი მას შემდეგ მოვიდნენ ჩემთან რაც არ დააფინანსა გამგეობებმა და მერიამ და უარი მომივიდა მეც ესენი არიან დღეს სტატუს შეჩერებულები დაახლოებით 30000 სტატუს შეჩერებული სტუდენტი ყავს საქართველოში სტუდენტების აზრსაც მოვისმენთ ამავე გადაცემაში მე მინდა ერთი რამ მკითხოთ არის თუ არა ეს სკანდალი იმის საფუძველი რომ დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ან აპირებს თუ არა ოპოზიცია თბილისის საკრებულოში რომლის წარმომადგენელიც პარტიულად ხართ თქვენ ერთ-ერთი ლიდერი რომ დააყენოთ მერის პასუხისმგებლობის მე საკრებულოს წევრი არ გახლავართ მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ თქვენთან ერთად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გვაქვს ახლა უნიკალური შანსი რომ დავაწესოთ შემდეგი სტანდარტი ამ საქმეს უნდა შეეწიროს როგორც მინიმუმ ბატონი გერგედავსა პროკურორის თანამდებობა და შემდეგი ნებისმიერი თანამდებობის პირი ნებისმიერი ხელისუფლების ფარგლებში ორჯერ მინიმუმ მაინც დაფიქრდება სანამ ესეც სისულელზე მოაწერს ხელს ამიტომ ჩვენ თუ ეხა მივიღეთ ის მოცემულობა რომ ამ გერგედავამ გააგრძელა მუშაობა კვლავ პროკურორად და მთავარ პროკურორად ორი უცხოელესი რაიონის ისანი და სამგორის და ნარმანიამ პასუხისმგებლობასაც კი არ ჩაგვაგდო და არაფერი არ გვითა არ აგვიხსა ბოდიშიც კი არ მოგვიხადა რა თქმა უნდა ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ რომ ჩვენ გულხეთ დაკრეფილები დავწყვეტებით და შევეგუებით ამ ვითარებას არ არსებობს მე ვფიქრობ რომ ეს არის ყველაზე ცინიკური ბრძანება რომელიც ოდესმე გამოცემულა მუნიციპალიტეტის ისტორიაში წინა ხელისუფლების პირობებში თუ გაქვთ გადამოწმებული ხდებოდა თუ არა მე ათა ბევრი მithმა გამიგია მაგრამ კი ბატონო მაგრამ გულახდილად გეუბნებით მე არ მინახავს ბრძანება მე მანახე თქვენ ეხა ბრძანება ნებისმიერი წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის შესახებ რომელმაც ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა და ანალოგიური მწვავე რეაქცია მიკრება მე ქვეყანაში რომლის პრეზიდენტიც გასულ წლებში სახელმწიფო ხარჯები თვითმფრინავით ეპატიჟებოდა ამ ქვეყანაში მასაჟისტებს ეს უნდა ვთქვათ ახლა ობიექტურობისთვის არ გახსოვთ თქვენ ასეთი ფაქტი პრეზიდენტის მასაჟისტი მაინც არ გახსენდება კი ბატონო არა როგორ არ მახსენდება და მახსენდება და ეს დადასტურებული არის ხო თქვენ ამბობთ კი არის დადასტურებული ძალიან ცუდი ეხლა როგორ გონიათ ეხლა გამართებას დავიწყებ იმისი რაც არ უნდა გაამართო ადამიანმა რაც არავითარ შემთხვევაში არც ვაპირებ გამართლებას იქ სადაც იყო გადაცდომა აუცილებლად უნდა დაერქვას ეს გადაცდომა მაგრამ როგორ შეიძლება ეხლა დედაქალაქში ყავდეს 32000 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი უფასო სასადილოებში და 2013 წელს იყო 12000 დღეს ყავს 32000 ანუ ამდენად მოიმატა და ამ დროს ის არის რომ 10000-ზე მეტი ადამიანი უფასო სასადილოებითაც ვერ სარგებლობს მოლოდინის რეჟიმშია და ამ დროს შენ აი სოციალურად დაუცველი სტატუს ანიჭებ ვითომ და სტატუსს ადამიანს იმიტომ რომ 5400 ლარი მან პარიზში წაიღოს თორე რაც იყო ეხა წინა წლებში გადასწრება მე მანახეთ ბრძანება და მე ვეკრე იგივე წლავე კი ბატონო არ ვამართლებ მაგრამ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტით პრეზიდენტმა შეიძლება ჩამოიყვანოს მასაჟისტი ეს არ ნიშნავს იმას რომ ორჯერ უარესი უნდა გააკეთო ხო როდესაც თან მაღალი თანამდებობის პირი პროკურორი ადამიანი ხარ ხო ერთ-ერთი ორი რაიონია თბილისში ისანი სამგორის უდიდესი რაიონებია ამის ყველაზე საინტერესო ის არის რომ აქ იკვეთება პროკურორი და დედაქალაქის მერი რომელიც რომელმაც მოიწვილა ნარმანიამ რომელმაც მოიწვილა ჩაწერა სხვანაირად კვალიფიკაციას ვერ გავიდოდა ეს შუამდგომლობა იმ კატეგორიათა რიცხვს ვერ მიეკუთვნებოდა საიდანაც შესაძლებელი გახდებოდა დაფინანსება ამიტომ საჭირო გახდა რომ ჯერ იმ ქალბატონმა დაწერა თვითონ გერგედავას ქალიშვილმა რომ მიჭირსო და ძიმე სოციო-ეკონომიური მდგომარეობა მოხდა აქედან გამომდინარე საფუძველი გასცა დაფინანსება ეს განცხადება რომ მიჭირს და საცხოვრებელი ხარჯები დამიფინანსება და მეორე დღესვე გამოსცა ბრძანება ნარმანიამ და მესამე დღეს თანხა ჩაერიცხა აი წარმოვიდგინეთ თქვენ და ეხა ამბობს ნარმანია რომ მე საქმის კურსში არ ვიყავი და ქვედა რგოლებში ეს უნდა გადაემოწმებიათ ამას ვინ დაიჯერებს ბატონი ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხის დადგება რა თქმა უნდა ნორმალურ ვითარებაში ნებისმიერი თავმოყარე ხელისუფლება ასეთ ადამიანს გაათავისუფლებდა მე ჩემთვის მართალი ეხა ნარმანია დიდი ხანია უკვე დედაქალაქის მერი აღარ არსებობს როგორც მერი იგი უბრალოდ დედაქალაქის მერის კაბინეტს იკავებს მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ამ საქმეს ესე შუაგზაზე არ
მივატოვებ. კი ბატონო, სამწუხარო ის არის, რომ საკრებულოს უმრავლესობა ამ თემაზე არ აკეთებს კომენტარს, ხოლო შემთხვევაში მაგალითად გუშინ ჩვენი ჟურნალისტი საერთოდაც გამოაგდეს საკრებულოდან და დაცვა დაყვებოდა, რომ მას არ ჩაეწერა ერთ-ერთი უმრავლესობის წარმომადგენლის ინტერვიუ და ეს იყო ძალიან უცნაური ფაქტი. მე პირადად გავაპროტესტე კიდეც, იმიტომ რომ მე თავადაც მუშაობდი თბილისის საკრებულოში და ასეთი წესები თუ იყო შემოღებული, არ ვიცოდი, ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ ბევრი ადამიანის კომენტარი მოგვესმინა უმრავლესობის მხარდამჭერების და წარმომადგენლების. ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი, ხო 50 დეპუტატია საკრებულოს თქვენი იცით, ესე იგი მათ შეიმუშავეს შიდა განაწესი, რისი მიხედვითაც თუ ერთმა დეპუტატმა დაუშვა ჟურნალისტისთვის საშვი, ის ჟურნალისტი და შევიდეს უშუალოდ მხოლოდ აი ამ ერთ დეპუტატთან, მაგრამ მას თუ მოისურვება მეორე დეპუტატთან გასაუბრება, ამის უფლებას არ აძლევენ. ძალიან საინტერესოა, მადლობა ბატონო ნიკა, მე გუშინ მომიწია პრესცენტრთან ურთიერთობამ და იმის შეხსენებამ, რომ არა მარტო ჟურნალისტს აქვს თბილისის საკრებულოში გადაადგილების უფლება, არამედ ჩვენს თანამოქალაქეებს აქვს უფლება მოითხოვონ დაესწრონ თბილისის საკრებულოს ხდომებს. სხვათა შორის და ძალიან სამწუხარო არის ის, რომ პრესცენტრმა არ იცის, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ამ ქვეყანაში არის დასჯადი და ეს არის კანონის დარღვევა. მადლობა, წარმატებას გისურვებთ, ეს იყო ნიკა მელია.